Minც არ იცის 1400-ზე წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწის კლიმატში მოხდა რაღაც ისეთი, რასაც იმ დროის ადამიანები ვერ ხსნიდნენ. 526 წელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ზოგიერთ ნაწილში, ადამიანებმა შენიშნეს, რომ მზის ნათება უცებ შესუსტდა. მზეს ისევ ხედავდნენ ცაში, მაგრამ მისი სხივები ფერმკრთალი და დაბინდული იყო. ეს გავდა მზეს, რომელსაც სქელი ღრუბელი ფარავდა, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი არ მოდიოდა. რომაელი ისტორიკოსი პროკოპიუსი წერდა, რომ მზის ნათება თითქმის მთვარის სინათლეს გავდა. კასიოდორიუსი კი უწყებოდა, რომ მზის სითბო სუსტი იყო, შუადღეზეც კი ჩრდილები ძალიან მცირე იყო და თითქოს სეზონების ნორმალური ციკლი აირია. მზე ბოლომდე არ გამქრალა. რაც მოხდა იყო ის, რომ ატმოსფეროს ზემოთ ძალიან ბევრი წვრილი ნაწილაკი აღმოჩნდა, რომლებმაც მზის სხივების ნაწილი დაბლოკეს. იმის გამო, რომ მიწამდე საკმარისი სითბო არ აღწევდა, ამინდი უცებ გაცივდა. ყინვა გაჩნდა მაშინაც კი, როცა ზამთარი არ იყო. ზოგიერთ ადგილას მოსავალი დაზიანდა ჯერ კიდევ აღების წინ. როცა მოსავალი ცოტაა, საკვების მარაგი სწრაფად იწურება. ფასები იზრდება, ხალხი შიმშილობს და მათი სხეული უფრო სუსტდება დაავადებების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ერთ ქვეყანას არ გამოუცდია. არსებობს ძველი მონაცემები ჩინეთიდან, უჩვეულო სიცივის, დაგვიანებული მოსავლისა და ცუდი ამინდის შესახებ. ევროპაში ასევე განაცხადეს მზის სუსტი სხივებისა და ცივი ზაფხულის შესახებ. ეს აჩვენებს, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი, ადგილობრივი ამინდის ცვლილება არ იყო, მაგრამ მრავალი საუკუნის განმავლობაში არავინ იცოდა რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი. იმ დროს არ არსებობდა სატელიტები, არც თანამედროვე ამინდის სადგურები. ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ, მოხდა თუ არა დიდი კატასტროფა მსოფლიოს მეორე მხარეს. მაგრამ საბოლოოდ მათ მაინც გაიგეს მიზეზი. მომხდარის მტკიცებულება მხოლოდ ძველ წერილებში არ იყო ნაპოვნი. ამის ნათელი კვალი ხეებშიც ჩანს. ყოველ წელს, როცა ხე ცოცხლობს, ის თავის ტანზე ახალ ფენას ამატებს. როცა ხეს მოჭრიან, ამ ფენებს თანმიმდევრულ რგოლებად ხედავენ, რომელსაც ხის რგოლები ეწოდებ. როცა ამინდი კარგია და ხეს საკმარისი წყალი და მზის სინათლე აქვს, ის უფრო სწრაფად იზრდება. ჩვეულებრივ ამ დროს უფრო ფართო რგოლი წარმოიქმნება. როცა ძალიან ცივა, მშრალია ან პირობები ცუდია, ხის ზრდა ნელდება. ამ დროს რგოლი უფრო ვიწროა, ამიტომ ხე ბუნებრივ მატიანეს ჰგავს. თითოეული რგოლი შეიცავს ინფორმაციას ამინდის პირობების შესახებ. იმ წელს, როდესაც ეს შეიქმნა, ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ამ სფეროში იყო მაიკ ბეილი, ბელფასტის კუინსის უნივერსიტეტიდან. მან ფიზიკით დაიწყო, სანამ დენდროქრონოლოგიაში იმუშავებდა, რაც ხის რგოლების შესწავლასა და დათარიღებას გულისხმობს. მისმა გუნდმა გააერთიანა ნიმუშები ცოცხალი ხეებიდან, ძველი ხისგან შენობებში, არქეოლოგიურ ობიექტებსა და ჭაობებში შემონახული მუხის ხეებიდან. როდესაც ორი სხვადასხვა ხის ფართო და ვიწრო რგოლების ნიმუშები ემთხვევა, მათი ჩანაწერების გაერთიანება შესაძლებელია. ასე მათ შეძლეს შეექმნათ უწყვეტი დროის ხაზი, რომელიც ათასობით წელიწადს წარსულში აღწევს. როდესაც მათ შეამოწმეს დროის ხაზის ის ნაწილი, რომელიც მე-6 საუკუნის შუა პერიოდს ემთხვევა, მათ აშკარად რაღაც შეამჩნიეს. 536 წელს ირლანდიური მუხის რგოლები მოულოდნელად ძალიან შევიწროვდა. ამის შემდეგ მცირედი გაუმჯობესება იყო, მაგრამ შემდეგ წლებში კვლავ დაეცა. ეს ნიშნავს, რომ ძლიერი მოვლენა მოხდა, რომელმაც ხეების ნორმალურ ზრდას ხელი შეუშალა. და ეს პრობლემა მხოლოდ ირლანდიაში არ დაფიქსირებულა. ხის რგოლებში მსგავსი ნიშნები ფინეთიდან, ევროპის სხვა ნაწილებიდან, სიბირიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდანაც ჩანს. ჩილეშიც კი ხეების ზაფხულის ზრდაში დიდი ვარდნა დაფიქსირდა. ეს ადგილები ერთმანეთისგან შორსაა. მათ ერთნაირი კლიმატი არ აქვთ და არც ხეების ერთნაირი სახეობებია. მაგრამ თითქმის ერთდროულად ყველგან ძლიერი სტრესის ნიშნები გამოჩნდა. ზოგ ნიმუშში მეცნიერებმა ისიც კი დააფიქსირეს, რასაც ყინვის დაზიანებას უწოდებენ. უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივ ცივ ამინდში წარმოიქმნება, გამოჩნდა რგოლის იმ ნაწილში, რომელიც უფრო თბილ თვეებში უნდა შექმნილიყო. ეს ხეები ძალიან მკაფიო გზავნილია. მოულოდნელად ძლიერი სიცივე დადგა იმ პერიოდში, როცა ეს არ უნდა მომხდარიყო. ისტორიკოსმა დავიდ კეისმა ამ მტკიცებულების მნიშვნელობა მაშინ შენიშნა, როცა 1994 წელს ხის რგოლებზე ჩატარებული კვლევის შესახებ მოისმინა. მან დაიწყო შესაძლო კავშირის ძიება გვალვებთან, შიმშილობასთან, მიგრაციასთან, ომებთან, ეპიდემიებთან და საზოგადოებების დაცემასთან მე-6 და მე-7 საუკუნეებში. მან ესაუბრა მრავალ მკვლევარს სხვადასხვა სფეროდან და შეადარა სამეცნიერო მტკიცებულებები ძველ ისტორიულ ჩანაწერებს. კეისი მიიჩნევს, რომ კლიმატური კატასტროფა მე-6 საუკუნის შუა პერიოდში ერთ-ერთი იმ მოვლენათაგანია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ისტორიაზე. მაგრამ ასეთ მტკიცებასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი კლიმატური მოვლენა იყო პირდაპირი მიზეზი თითოეული ომის, ეპიდემიის, მიგრაციის ან სამეფოს დაცემის. იმ დროს ისტორიის ბევრ მოვლენას ერთადერთი მიზეზი არ ჰქონდა. მაგალითად, პოლიტიკა, ეკონომიკა, საკვები, დაავადება, ვაჭრობა და ლიდერების გადაწყვეტილებები.
თუმცა თანამედროვე კვლევებით ნათელია, რომ მართლაც მოხდა ფართომასშტაბიანი და ძლიერი გაციება. თანამედროვე მეცნიერების განმარტებით ყველაზე სავარაუდო მიზეზი დიდი ვულკანური ამოფრქვევებია. როდესაც ძალიან დიდი ვულკანი ამოიფრქვევა, მას შეუძლია გოგირდის აირები ატმოსფეროს მაღალ ფენებში აითხოვცნოს. იქ ისინი პატარა აეროზოლებად იქცევა, რომლებიც მზის სხივების ნაწილს კოსმოსში აბუნებს. აუცილებელი არ არის, რომ მთელი მსოფლიო სქელი ფერფლით დაიფაროს. საკმარისია ვულკანური აეროზოლი ატმოსფეროს ზედა ფენებში გავრცელდეს, რომ მზის სხივები შესუსტდეს და ტემპერატურა დიდ ტერიტორიაზე დაიწიოს. ყინულის ბირთვებისა და ხის რგოლების მიხედვით შესაძლებელია, რომ მხოლოდ ერთი ამოფრქვევა არ მომხდარა. 536 და 540 წლებში დიდი ამოფრქვევები მოხდა. და შესაძლებელია კიდევ ერთი 547 წელს. იმის გამო, რომ ეს ამოფრქვევები ერთმანეთის მიყოლებით მოხდა, კლიმატი ვერ დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას. დაიწყო უფრო ხანგრძლივი ცივი პერიოდი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი დღეს გვიანანტიკური მცირე გამყინვარების ეპოქას უწოდებს. ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი, რომელი ვულკანი იყო 536 წლის პირველი ამოფრქვევის მიზეზი. სხვადასხვა ადგილი იყო შემოთავაზებული, მაგრამ ჯერ არ არსებობს ერთი პასუხი, რომელსაც ყველა ეთანხმება. ამიტომ არ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ კრაკატაუ ან რომელიმე კონკრეტული ვულკანი იყო პასუხისმგებელი. დადასტურებულია, რომ ძალიან ძლიერი ვულკანური აქტივობა მოხდა, რომელმაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გოგირდის ნაწილაკები გაავრცელა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ძლიერი გაციება გამოიწვია. ირლანდიაში ამ პერიოდში ტანოგების აშენება მიმატა. ეს არის საცხოვრებელი ან თავდაცვითი ადგილები, რომლებიც პატარა ხელოვნურ კუნძულებზე ტბაში შენდებოდა. ვალი მივარაუდა, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს არეულობასთან, რომელიც გამოწვეულია საკვების დეფიციტითა და რთული პირობებით. როდესაც მოსავალი ვერ მიიღება, ხალხი შეიძლება იზოლებული გახდეს და ეყრდნოს თევზჭერას, ნადირობას და ნებისმიერ საკვებს, რაც ირგვლივ მოიპოვება. მაგრამ მხოლოდ კრანოგები არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ კლიმატი იყო ყველა კონფლიქტის პირდაპირი მიზეზი. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი აშენდა უსაფრთხოების, ძალაუფლების, საცხოვრებლის ან სხვა ადგილობრივი მიზეზების გამო. ეხლა კი უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ ამბავს. ისტორიის უფრო ნათელი ნაწილი შემდეგ პრობლემას ეხება. ჯერ მზის ნათება დასუსტდა. ამას მოჰყვა ძლიერი სიცივე და მოსავლის განადგურება. შემდეგ დაიწყო საკვების დეფიციტი და საზოგადოებებზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა გაჩნდა. და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც კლიმატური კრიზისი დაიწყო 541 წელს, იუსტინიანეს ჭირი გავრცელდა. ის გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონსა და სხვა ტერიტორიებზე. მაშინ როცა მრავალი საზოგადოება უკვე შიმშილს, არეულობასა და დასუსტებულ ეკონომიკას ებრძოდა. იმ დროის ადამიანებმა კატასტროფის გამომწვევი ამოფრქვევა ვერ დაინახეს. ისინიც არ იცოდნენ, რომ შორეული ვულკანიდან ამოფრქვეული პატარა ნაწილაკები ატმოსფეროში გავრცელდებოდა და მრავალი ქვეყნის კლიმატს შეცვლიდა. მათ მხოლოდ ის დაინახეს, რომ ერთ დღეს მზე დაკარგა თავისი ნათება და სამყარო უცებ უფრო ცივი, უფრო მშიერი და უფრო საშიში გახდა. ამის მიუხედავად, მაშინ როცა მოსავლიანობა იკლებდა, ერთი ძლიერი იმპერია დიდი ცვლილებების შუაგულში აღმოჩნდა. ეს იყო აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელსაც ასევე ბიზანტიის იმპერიასაც უწოდებენ. უკვე დიდი ხანია რომი აღარ იყო მისი ძალაუფლების ცენტრი. ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი იყო, მდიდარი ქალაქი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობდა. აქ გადიოდა მრავალი გემი, ვაჭარი, ჯარისკაცი, საკვები და პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. იმ დროს იმპერატორი იუსტინიანე მართავდა. მას სურდა რომის იმპერიის ყოფილი დასავლეთის ტერიტორიები კვლავ იმპერიის კონტროლქვეშ დაებრუნებინა. მისი სამხედრო კამპანია დიდი იყო. მის მთავრობას ბევრი პროექტი ჰქონდა და გრძელდებოდა დიდი შენობების მშენებლობა. მაგრამ იმ დროს, როცა ის ცდილობდა იმპერიის გაძლიერებას, იმ ეპოქის ხალხმა ცაში უცნაური მოვლენა შენიშნა. ერთ-ერთი მათგანი იყო იოანე ეფესელი, ქრისტიანი ეპისკოპოსი და ისტორიკოსი. მისი წერილის მიხედვით მრავალი თვის განმავლობაში სინათლე სუსტი იყო. მხოლოდ ბღის გარკვეულ მონაკვეთებში იყო შესაძლებელი მისი კარგად დანახვა და მაშინაც კი მისი სხივი ფერმქთალი იყო. ეს არ იყო თანამედროვე მეცნიერი, რომელიც ინსტრუმენტებს იყენებს. ის იყო ადამიანი, რომელიც აღწერდა იმას, რაც მისმა თაობამ ნახა და განიცადა. მსგავსი ანგარიში არსებობს კასიოდორესგან, რომის მოხელისგან, რომელიც იტალიაში ცხოვრობდა. მან დაწერა, რომ მათ გაიარეს გაზაფხული, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა ჩვეულებრივი სითბო და ზაფხული, რომელიც ცივი დარჩა. გლეხები შეშფოთებულნი იყვნენ მუდმივი ცივი ქარის გამო და ყინვის დიდი ალბათობის გამო. ამის გამო მათი ნათესები არ იზრდებოდა. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. ეს ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან ძველი მწერლები ჩვეულებრივ არ აღნიშნავდნენ ამინდის ყოველ ცვლილებას. როდესაც ისინი წერდნენ ბუნებრივ მოვლენებზე, ეს ხშირად იმიტომ ხდებოდა, რომ ეს მოვლენა უჩვეულო იყო და დიდი გავლენა ჰქონდა. კიდევ ერთი რომაელი ისტორიკოსი იყო პროკოპიუსი. მან თქვა, რომ მზის ნათება უჩვეულო იყო და თითქოს მას ძალა არ
არ ჰქონდა. ამასთან ერთად იმპერიაში ომი და სხვა პრობლემები გრძელდებოდა. თუ ერთად ავიღებ პროკოპიუსის, კასიოდორიუსისა და იოანე ეფესელის ნაწერებს, ჩანს, რომ ეს უბრალოდ მოღრუბლული ქვირა ან ჩვეულებრივი ცივი სეზონი არ ყოფილა. ეს ხანგრძლივად გაგრძელდა ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის დაშორებულ ნაწილებში. და ასეთი ამბავი მხოლოდ რომაულ ჩანაწერებში არ გვხვდება. აღმოსავლეთ აზიაში ასევე არსებობს ჩანაწერები ძლიერი სიცივის, მოსავლის განადგურების, ბის, უჩვეულო მთვრის წვიმისა და საკვების დეფიციტის შესახებ. ჩინეთიდან მოდის ცნობები, სადაც აღწერილია სიდან ჩამოცვენილი ყვითელი ნივთიერება, რომელიც თოვლს გავს. არ არის ზუსტად ცნობილი, უკავშირდება თუ არა ეს ყველა მოხსენება ერთსა და იმავე ნაწილაკს. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი მთვრის ქარიშხალი, ვულკანური მასალა ან სხვა ადგილობრივი ამინდის მოვლენა იყოს. მაგრამ საკვების და კლიმატის პრობლემების ერთდროული გამოჩენა მიუთითებს, რომ ცვლილებები ფართომასშტაბიანია. იაპონიაში ერთ ძველ ბრძანებაში ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია საკვები კრიზისის დროს. მისი არსიმარტივია. არაფერს წარმოადგენს ოქრო, ფული ან ძვირფასი ქვები. მშიერი და გაყინული ადამიანისთვის. ეს აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ ამბის უჩვეულო ფერზე არ არის. უფრო დიდი საფრთხე მიწაშია, როცა მოსავალი ნადგურდება, საკმარისი მარცვლეული აღარ რჩება ოჯახებისთვის, ჯარისკაცებისთვის და ქალაქებისთვის. როცა მარაგი მცირდება, ფასები იზრდება. დიდრებს მაინც შეუძლიათ ყიდვა, მაგრამ ღარიბები პირველები შიმშილობენ. დიდ ქალაქებში, როგორცაა კონსტანტინოპოლი, აუცილებელია საკვების უწყვეტი შემოსვლა სხვა ადგილებიდან. როცა წარმოებაში, გადაზიდვაში ან სავაჭრო მარშრუტებში პრობლემა ჩნდება, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს. აქ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კითხვა, რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ერთდროულად გამოიწვევს უჩვეულო პირობებს ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებში. მაშინ ამდენიმე მკვლევარმა სამი მთავარი შესაძლებლობა განიხილა. შესაძლოა ასტეროიდი, შეიძლება კომეტა, ან შეიძლება ძალიან ძლიერი ვულკანური ამოფრქვევა. ერთი შეხედვით ასტეროიდი ან კომეტა შესაძლებლად ჩანს. როდესაც კოსმოსიდან დიდი ობიექტი დედამიწას შეეჯახება, ის შეიძლება დაიმსხვრეს და უზარმაზარი რაოდენობის ქვები, მიცა და ნამსხვრევები ზევით აისროლოს. როდესაც ისინი ატმოსფეროს ზემოთ აღწევენ, შეუძლიათ მზის სხივების ნაწილი დაბლოკონ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც დიდი ხანია სწავლობენ შეჯახების თეორიას. მაგრამ ძალიან დიდი ობიექტი უნდა შეეჯახოს, რომ კლიმატზე მრავალი რეგიონის მასშტაბით და დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს გავლენა. ასტეროიდი არის დიდი ქვა, რომელიც კოსმოსში ბრუნავს. კომეტა კი შედგება ყინულისგან, დღისა და ქვისგან. როცა ის მზეს უახლოვდება, მისი ზედაპირი თბება და წარმოიქმნება ნათელი კუდი, რომელიც დედამიწიდან ჩანს. როცა უზარმაზარი ასტეროიდი ან კომეტა ხმელეთს დაეჯახება, შედეგი მხოლოდ დაბნელებული მზე არ იქნება. ის დატოვებს დიდ კრატერს, მოხდება ძლიერი აფეთქება, ფართო ტერიტორიებზე ძლიერი მიწისძვრა იგრძნობა და დარქმის ადგილთან ახლოსდებარე თემები შეიძლება დაიცვას ან განადგურდეს. თუ ის ზღვაში დაეცემა, შეიძლება წარმოქმნას უზარმაზარი ცუნამი, ტალღები და არტყამს სანაპიროებს და დატოვებს მასშტაბური განადგურების აშკარა კვალს. მაგრამ მე-6 საუკუნის არც ერთი ცნობილი კრატერი არ არის ისეთი დიდი, რომ ახსნას იმდროინდელი აცივება. ასევე არ არსებობს მკაფიო არქეოლოგიური მტკიცებულება, რომ იმ პერიოდში მსოფლიოს სანაპიროებზე ერთდროულად მოხდა მასიური ცუნამი. და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი უძველესი ჩანაწერი საუბრობს სუსტი მზის, სიცივისა და საკვების დეფიციტის შესახებ, არც ერთი მათგანი არ აღწერს ციდან ჩამოვარდნილ გიგანტურ ობიექტს. ძნელია წარმოიდგინო, რომ კლიმატის შესაცვლელად საკმარისად ძლიერი დარტყმა ვერცერთ ცივილიზაციას ვერ შეემჩნია. ასობს რამდენიმე მკვლევარი, რომლებმაც მაშინ ივარაუდეს, რომ შესაძლოა კომეტა ატმოსფეროს ზემოთ აფეთქდა და არ ჩამოსულა მიწაზე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დიდი კრატერი არ დარჩენილიყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჰიპოთეზად დარჩა. მას არ აქვს საკმარისი ფიზიკური მტკიცებულება, რომ გახდეს მთავარი ახსნა. არსებობს ძველი კვლევები, რომლებიც განიხილავდნენ კომეტის შესაძლო მოვლენას, მაგრამ მოგვიანებით ვულკანური ამოფრქვევების სასარგებლოდ უფრო ძლიერი მტკიცებულებები იქნა მიღებული. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა შეჯახების თეორიასთან დაკავშირებით. ასტეროიდის ან კომეტის შეჯახება ჩვეულებრივ ტოვებს სპეციალურ მასალებს მიწაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს გარკვეული მეტალების მაღალ რაოდენობას, შოკურ მინერალებს, დნობილი ქვის პატარა ნაჭრებს ან ნაწილაკებს, რომლებიც კოსმოსიდან მოდის. ამ დროისთვის, მე-6 საუკუნის შუა პერიოდიდან არ არსებობს მკაფიო ფენა, რომელიც დაადასტურებს უზარმაზარ კოსმოსურ დარტყმას. ამასთანავე არსებობს სხვა მასალა, რომელიც აღმოჩენილია იმავე პერიოდის ყინულში. გოგირდი. გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის ბირთვებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფენები, რომლებიც მიუთითებს, რომ მე-6 საუკუნეში დიდი ვულკანური ამოფრქვევები მოხდა. ყინულის ბირთვი არის გრძელი ყინულის ნაჭერი, რომელიც იღებენ მყინვარის ღრმა ფენებიდან. როდესაც თოვლი წლებთან ერთად გროვდება, მასში იჭედება და ინახება ატმოსფეროდან მომავალი პატარა ნაწილაკები.
ეს გავს დედამიწის ძველი ჰაერის გრძელ ჩანაწერს. როდესაც ერთ ფენაში ბევრი სულფატე ჩნდება, ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ იმ პერიოდში, როცა ეს ყინულის ნაწილი წარმოიქმნა, დიდი ვულკანური ამოფრქვევა მოხდა. ეს არის მტკიცებულება, რომელსაც ასტეროიდის თეორია ვერ იძლევა. ატმოსფეროში უბრალოდ მტვერი კი არ იყო, არამედ მისი ქიმიური ანაბეჭდი ვულკანურ აქტივობაზე მიუთითებს. თანამედროვე კვლევების მიხედვით არსებობს მკაფიო ვულკანური სიგნალები, რომლებიც დაკავშირებულია ძლიერ გაციებასთან 526 და 540 წლებში. ეს ამოფრქვევები უფრო შეესაბამება სუსტი განათების, ცივი ზაფხულისა და მცენარეების ზრდის პრობლემების ჩანაწერებს. ეს არ ნიშნავს, რომ რომაელებმა თავად ვულკანი ნახეს. შესაძლებელია ის კონსტანტინოპოლიდან და იტალიიდან ძალიან შორს იყო. ასევე შესაძლებელია, რომ ამოფრქვევის ადგილას მცხოვრებლებმა არ იცოდნენ, რამდენად ფართო იქნებოდა მისი გავლენა. რომის იმპერიის ხალხი მხოლოდ შედეგს ხედავდა. უჩვეულო ცას, ცივამინს და მზარდ საფრთხეს მათი საკვების მარაგისთვის. შესაძლო მიზეზების სია თანდათან შემცირდა. არ არის დიდი კრატერი, არ არსებობს მკაფიო ჩანაწერი მსოფლიოს შემცვლელი შეჯახების შესახებ. არ არის საკმარისი კვალი მასშტაბური ცუნამის შესახებ. მაგრამ ძველ ყინულში გოგირდია და კლიმატის ჩანაწერები მრავალი რეგიონიდან ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ როცა ასტეროიდისა და კომეტის თეორია სუსტდება, ერთი ახსნა უფრო ძლიერდება. აფეთქდა უზარმაზარი ვულკანი. მაგრამ მისი ზუსტი მდებარეობა დიდ საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა ყველა კითხვა მაშინვე არ გამქრალა. კიდევ ერთი თეორიაც არსებობდა მაშინ. შეიძლება მთლიანი კომეტა არ ჩამოვარდნილა დედამიწაზე. შესაძლებელია ის ბევრ ნაწილად დაიშალა და ერთდროულად აფეთქდა ატმოსფეროში. ამას ეწოდება ჰაერში აფეთქება. ამის მაგალითია ტუნგუსკას მოვლენა სიბირეში 1908 წელს კოსმოსიდან მოსული ობიექტი აფეთქდა სანამ მიწას მიაღწევდა. მან დიდი კრატერი არ შექმნა, მაგრამ შოკურმა ტალღამ უამრავი ხეწა აქცია. ამის გამო მაიკ ბეილი მიფიქრა, რომ შეიძლება მე-6 საუკუნეში ბევრი კომეტის ფრაგმენტი ერთდროულად აფეთქდა. თუ სწავლობდა ატმოსფეროში დარჩენილი პატარა ნაწილაკების რაოდენობა. ეს შეიძლება მზის შუქის შესუსტებას იწვევდეს. მან კიდევ სცადა თავის თეორიის დაკავშირება მეფე არტურის შესახებ ლეგენდებთან. ზოგიერთ ამბავში ნათქვამია, რომ მისი სამეფო გამშრალი და განადგურებული გახდა, ხოლო ციდან დამანგრეველი რამეები ვარდებოდა, მაგრამ ასეთი მტკიცებულება სუსტია. არტურის შესახებ ამბები საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა და იცვლებოდა. ასევე არ არის ზუსტად ცნობილი, ნამდვილად არსებობდა თუ არა იგი, ან როდის გარდაიცვალა და რომელი დეტალებია ნამდვილად სარწმუნა. ამიტომ კომეტის შესახებ ლეგენდა ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად. უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკური მტკიცებულება, ნიმუშები უძველესი ყინულიდან. ოსმოსური მასალის საკმარისი კვალი არ აღმოჩნდა, რაც დაადასტურებდა მასშტაბურ კომეტებით დაბომბვას. ამიტომ სანამ კვლევა გრძელდება, ეს თეორია კიდევ უფრო დასუსტდა. ეხლა ძიება უფრო თუ კითხვაზე გადავიდა. რომელი ვულკანი ამოიფრქვა? დევიდ კეისის პირველივე კვლევისას ის ფიქრობდა, რომ შესაფერისი ვულკანი შეიძლება ტროპიკულ ნაწილში მდებარეობდა. ძლიერი ამოფრქვევა ეკვატორთან ახლოს შეიძლება ვულკანური აეროზოლები ფართოდ გაავრცელოს ატმოსფეროში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრი დიდი ვულკანია, ისინი სუმატრიდან და იავადან ფილიპინებამდე და იაპონიამდეა გავრცელებული. ამიტომაც კეისმა ეს რეგიონი შეისწავლა. ძველი ჩანაწერები რეგიონიდან არსებობს ერთი ჩინური ჩანაწერი 535 წლიდან. სადაც ნათქვამია, რომ ძალიან ძლიერი ხმა გაისმა სამხრეთ-დასავლეთიდან. არაფერი წერია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ელვა ან ჩვეულებრივი ქარიშხალი იყო. შესაძლებელია, რომ ძალიან შორიდანაც კი ისმოდეს ძლიერი ვულკანური აფეთქება. როდესაც ხმოვანი ტალღა მოძრაობს, მაღალი და ცვრილი ხმები ქრება. რჩება დაბალი გუგუნი, როგორც შორეული ჭექა-ქუხილი. მაგრამ ერთი ხმა საკმარისი არ არის, რომ გავიგოთ საიდან მოდის იგი. კეისმაც იპოვა ერთი ამბავი, იაპონური ქრონიკების ერთ-ერთი კრებულიდან, რომელსაც მეფეთა წიგნი ეწოდება. აქ აღწერილია ძლიერი ჭექა-ქუხილი, მიწისძვრა, ძლიერი სიბნელე, ქარიშხალი და დიდი წყალდიდობა. ამბავში ასევე ნათქვამია, რომ დიდი მიწა გაიყო და წარმოიშვა იავასა და სუმატრას შორის დაშორება. კეისისთვის ეს შეიძლება იყოს უზარმაზარი ამოფრქვევის მოგონება. იავასა და სუმატრას შორის არის ცნობილი ვულკანი კრაკატაუ. კრაკატაუ ცნობილია მისი ამოფრქვევით 1893 წელს. მისი ამოფრქვევა ძალიან ძლიერი იყო და გამოიწვია უზარმაზარი ცუნამები, 36,000-ზე მეტი. ადამიანი დაიღუპა უმეტესობა ტალღების გამო, რომლებიც სანაპიროებს დაატყდა თავს. ამოფრქვევის შემდეგ ვულკანის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. შემდეგ 10 წლეულებში ახალი ვულკანური კუნძული ამოიწია ზღვიდან. მას ანაკი უწოდეს. ანაკ კრაკატაუ, რაც კრაკატაუს შვილს ნიშნავს. მისი წინა ამოფრქვევის მასშტაბებიდან გამომდინარე, მკვლევართა აზრით შესაძლებელი გახდა, რომ შესაძლოა იქ უფრო დიდი ამოფრქვევაც მომხდარიყო უძველეს დროში.
ასევე აღმოაჩინეს სქელი ვულკანური ნალექები კრაკატაოს გარშემო. შესაძლოა ეს ნალექები წარმოიშვა ძველი ამოფრქვევიდან, რომელიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე 1893 წლის ამოფრქვევა. კვლევითი ჯგუფი გაემართა კუნძულებზე მოსაძებნად, ვულკანურ ფენებს შორის ნახშირის მოსაძებნად. ნახშირი მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოიქმნება მაშინ, როცა ხე სწრაფად იწვის და შემდეგ ნიადაგით იფარება. ეს შეიძლება რადიოკარბონული დათარიღებით განისაზღვროს, რათა გავიგოთ როდის მოხდა ამოფრქვევა, მაგრამ მისი პოვნა რთულია. უძველესი ვულკანის დიდი ნაწილი ზღვის ქვეშაა, მხოლოდ მცირე ადგილებია, სადაც გათხრა შეიძლება აქტიურ უბნებში. ხეები ყოველთვის ვერ ასწრებენ დიდხანს გაზრდას, სანამ ახალ ვულკანურ მასალას დაფარავს ისინი. უნდმა რამდენიმე ნახშირის ნიმუში აიღო, მაგრამ მათ არ უპოვიათ საკმარისი ნიმუში, უშუალოდ თავარი ამოფრქვევის ფენიდან. რაც მათ მიიღეს იყო ფენებიდან, რომლებიც მის ზემოთ და ქვემოთ მდებარეობს. ზედა ფენა სავარაუდოდ მიეკუთვნება დაახლოებით 1215 წელს, უფრო ღრმა ნიმუში კი დაახლოებით 6600 წელიწადს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ეს ნიშნავს, ამოფრქვევა მოხდა ძალიან დიდი დროის შუალედში. აქ შედის მე-6 საუკუნეც, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ამოფრქვევა ნამდვილად მოხდა 535 ან 536 წლებში, როგორც ძველ დოკუმენტებში აღნიშნული. შედეგებმა თითქოს კიდევ უფრო გააძლიერა კრაკატაოს თეორია, მაგრამ მტკიცებულება ასეთი ძლიერი არ არის. ფარიღებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. თითქოს ამბობენ, რომ ერთი მოვლენა მოხდა 1000 წლის განმავლობაში, ეს საკმარისი არ არის, რომ მიუთითოს ზუსტი წელი, ან თუნდაც ზუსტი საუკუნე. პრობლემაც არის Book of Bukodis ვერსიაში, რომელიც თეორიაში გამოიყენეს. თეორია მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეადგინეს. თუმცა შესაძლებელია, რომ მას უფრო ძველი ამბები ეყრდნობოდეს. არ არის ნათელი, რამდენად ზუსტია თარიღი და რომელი დეტალია სინამდვილეში უძველესი. არიან მკვლევარები, ასევე არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ შესაძლოა არასწორად იქნა გადატანილი 535 წელს. ამიტომ თანამედროვე მეცნიერება კრაკატაოს პირველი დიდი ამოფრქვევის დადასტურებულ მიზეზად არ მიიჩნევს. სუნდა სრუტეში ჩატარებულმა უფრო ახალმა გეოლოგიურმა კვლევებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება იმ პერიოდში კრაკატაოს მასიური ამოფრქვევის შესახებ. ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ 535 წელს აფეთქებული ვულკანი ნამდვილად კრაკატაო იყო. უფრო ზუსტი პასუხი ასეთია. ჯერ კიდევ არ არის ზუსტად ცნობილი, რომელი ვულკანი იყო პირველი ამოფრქვევის მიზეზი 535 წლის ბოლოს, ან 536 წლის დასაწყისში. არსებობს ახალი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლოა ერთზე მეტი ამოფრქვევა მოხდა, რომლებიც თითქმის ერთმანეთის მიღოლებით განვითარდა. შესაძლოა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რამდენიმე ვულკანი ერთდროულად ან თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში ამოიფრქვა და ამით პრობლემა არ დასრულებულა. დაახლოებით 540 წელს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. სავარაუდოდ ის ტროპიკებიდან მოდიოდა და ამან კიდევ უფრო გაახანგრძლივა ცივი პერიოდი. ერთ დროს ელ-სალვადორში მდებარე ილოპანგოს ვულკანი მიიჩნეოდა ამ ამოფრქვევის შესაძლო წყაროდ. არსებობს კვლევა, რომელიც მის ძლიერ ამოფრქვევას 529 ან 540 წლით ათარიღებს. თუმცა უფრო ახალი კვლევა ამ მოვლენას დაახლოებით 421 წლით ათარიღებს. ეს ნიშნავს, ჯერ კიდევ არსებობს დებატები ილოპანგოს ზუსტი თარიღის შესახებ და მისი კავშირის შესახებ მეორე კლიმატურ შოკთან. რაც ნათელია, ეს არ არის ერთი ვულკანისა და ერთი ამოფრქვევის ისტორია. უფრო სავარაუდოა, რომ რამდენიმე ამოფრქვევა მოხდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თითოეულმა მათგანმა დაამატა ახალი ვულკანური მასალა ატმოსფეროში. სანამ წინა ამოფრქვევის ეფექტი სრულად გაქრებოდა. როდესაც ძლიერი ამოფრქვევა აგზავნის გოგირდის აირებს სტრატოსფეროში, იქ წარმოქმნილი აეროზოლები შეიძლება დიდხანს დარჩეს. თუ ამას მოყვება კიდევ ერთი ამოფრქვევა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის მზის სინათლის ბარიერს, ეს გავს ჭრილობას, რომელიც ჯერ არ მოშუშებულა, მაგრამ ისევ დაზიანდა. ამის გამო ნორმალური კლიმატი ვერ ახერხებს სწრაფად აღდგენას. გრძელდება ცივი ზაფხული, მცირდება საკვების წარმოება და საზოგადოებებს უფრო უჭირთ ფეხზე წამოდგომა. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ვულკანმა დაანგრია სამეფოები, ან დაიწყო ყველა ომი იმ პერიოდში. თითოეულ რეგიონს თავისი წარმოება ჰქონდა. იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, სამხედრო კონფლიქტები, მაღალი გადასახადები, მოსახლეობის გადაადგილება და ვაჭრობის ცვლილებები. მაგრამ კლიმატურმა კრიზისმა გაამწვავა ამ პრობლემათა უმეტესობა. როცა საკვები არ არის საკმარისი, არეულობა უფრო ადვილად ჩნდება. როცა ეკონომიკა სუსტია, არმიისა და მთავრობის დაფინანსება რთულდება. როცა ხალხი მშიერია და სუსტი, დაავადებები
წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანმა განიცადა ცივი ამინდი, საკვების დეფიციტი, დაავადებები და არეულობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც კი უნახავთ და არც იცოდნენ, სად დაიწყო ეს კატასტროფა. შორეული ვულკანი შეიძლება ქალაქიდან არ ჩანდეს, მაგრამ თუ მისი ამოფრქვევა საკმარისად ძლიერია, მისი კვამლი მთელი მსოფლიოს ცხოვრებას ცვის.